ორგანიზაციაზე მუშაობდა თანაც ისეთი ადამიანი იყო, რომ აზიას და ევროპას ერთმანეთზე აკავშირებდა მისი მუსიკა, მისი მუშაობა. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა ქოიუნჯუ საზოგადო საქმისთვისაც იცლიდა. 90-იანი წლებიდან იგი ხშირად ესწრებოდა ლაზური კულტურული ორგანიზაციების შეკრებებს. თუმცა აქ ბევრს და მით უმეტეს უმიზნოდ არასოდეს ლაპარაკობდა. ძირითადად სხვებს უსმენდა, სხვის ნააზრევს იზიარებდა. მას ლიდერები და ლიდერობა არ უყვარდა, თუმცა თავის დაუნებურად ყველა მნიშვნელოვანი წამოწყების სათავეში ექცეოდა. Emotione vagura tu konna didom sklami na doskidu ორაშენ დიდომ სხვა მოთხოვნები ყვასენ თუ იგი რომ არ გარდაცვლილიყო ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გაუძღვებოდა ისევ იზრუნებდა ლაზურ, ქართულ, თურქულ, მეგრულ ფოლკლორზე. ამას სიმღერებსა და იდეებს გაუწევდა ორგანიზაციას, მაგრამ ის რომ გარდაიცვალა, ორგანიზაციებიც დაიშალა. ბევრ წამოწყებას ხომ ქაზიმის ავტორიტეტის გამო უბამდენ მხარს მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო. ქაზიმს საკუთარი იდეოლოგია ჰქონდა, მაგრამ კულტურას და იდეოლოგიას ერთმანეთში არ ურევდა. ამიტომ სხვადასხვანაირად მოაზროვნდა და სხვადასხვა კულტურის მქონე ხალხს ძალიან უყვარდა. ერთხელ მისთვის ჩვენ 5000 ადამიანი შევკრიბეთ და ლამაზი საღამო მოვაწყვეთ. ახლა სავარაუდოდ ასეთი საღამოები აღარ იქნება და ვფიქრობ, რა გვეშველება. წლის დასაწყისში პირველი ლაზური როკ-ჯგუფი დაიშალა. ქაზიმ ქოიუნჯუ ცალკე დარჩა. წინ დიდი ხელოვანის დიდი გზა ელოდა, რომელზედაც დინას მარტო უნდა ეყო. პირველი სოლო ალბომი ზღვის ტალღებზე მონავარდი, ანუ ლაზურად ვია ქოიუნჯუმ 2002 წელს გამოუშვა. კრებულში მეგრული ხალხური ნაღვლიანი სიმღერა ო ნანა შევიდა. მეგრული სიმღერა თურქეთში ძალიან მალევე შეიყვარეს. დინა ო ნანას მთელი გრძნობით ასრულებდა. ამიტომ იგი სიმღერაზე მეტად მარტო სული ბულბულის გალობას უფრო ჰგავდა.
Yine Arzeni ve Karçal dağları orayı tercih eder. 9 წლის ფერიდ ბექიაროღლუ ლაზისტანში, სოფელ პანჭოლში გავიცანით. პატარა მართალია წარმოშობით ლაზია, თუმცა ლაზური საერთოდ არ იცის. ერთადერთი რაც მან წინაპრების ენაზე ისწავლა, ეს სიმღერაა. ფერიდმა ძველი კოლხური ჰანგები თანასოფლელის, საქვეყნოდ განთქმული ქაზიმ ქოიუნჯუს სიმღერების მოსმენის შემდეგ შეიყვარა. Mostu gojela khedu sana kalam sividvan nisalepe daçkimi bozopetis sividva მომავალში წარსული გაცოცხლდა და ფერიდი ისევე ამღერდა, როგორც ეს მის მხარეში საუკუნეების წინ ხდებოდა. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ლაზური თანდათან მივიწყებას მიეცა. მშობლიურად არათუ დიდ ქალაქებში, არამედ ზღვისპირა დაბებშიც უკვე აღარ მეტყველებდნენ. მას კულტურამ, სატელევიზიო ინდუსტრიამ და გლობალიზაციის პროცესებმა ლაზური თავისთავად განდევნა. მშობლიური ენა ოჯახებშიც დაივიწყეს. მისი საჭიროება სულ უფრო ნომინალური ხდებოდა. Oraya gittiğinde oradaki insanları çok sevdiğini söyledi. მე მამამ ყავს ართვინელი, დედა გურჯია და ლაზურად ცუდად ლაპარაკობს. ლაზური მეც კარგად მესმის, მაგრამ საუბარი მიჭირს. ჩვენებური ენა ყველაზე კარგად ბებია მიცოდა. ქაზიმიც სწორედ აქედან დაინტერესდა ლაზური კულტურით. მერე ჩვენებურმა ფოლკლორმა და მუსიკამ უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიტაცა. ქაზიმ ქოიუნჯუმ ლაზური ბავშვობაში არ იცოდა. ბაღში